შემოგვერთდა მწერალი ქალბატონი ცირა ყურაშვილი, ვისაუბრებთ მის პროზაულ კრებულზე მეწამული მაგნოლია, რომელიც მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოიცა და წარმოადგენს ცირა ყურაშვილის პროზაული ნაწარმოებების რჩეულს. ასევე გეტყვით, რომ დღეს 19 საათზე მწერალთა სახლში ქალბატონ ცირასთან გაიმართება შეხვედრა. ქალბატონი ცირა გახლავთ ლიტერატურული პრემია მუზა 2025-ის ლაურეატი, რომელმაც გაიმარჯვა წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში. დილამშვიდობის ქალბატონი ცირა, მადლობა მოგესალმებით. რა თქმა უნდა, გილოცავთ გამარჯვებას. თავდაპირველად მოდით ვისაუბროთ ამ გამარჯვების შესახებ, თუ რა წარადგინეთ, როგორი იყო შინაარსობრივად დატვირთული და როგორი იყო გამოხმაურება. დიახ, მოგახსენებთ. ეს არის ჩემი პროზაული, რჩეული პროზაული ნაწარმოებების კრებული. დიახ. მეწამული მაგნოლია, რომელიც როგორც აღნიშნეთ, გამოიცა კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ხელშეწყობით და ამ წიგნმა მოიპოვა მუზა 2025-ის ლაურეატის წოდება პროზის ნომინაციაში. წიგნში შესული არის ნაწარმოებები, რომელიც ჩემი ბავშვობის ნათელმოგონებებს ეხება და ბუნებრივი არის ძვირფასი ჩემთვის და საერთოდ მიმაჩნია, რომ დღეს თანამედროვე მწერლისთვის ესეთი ამოცანა დგას მკითხველთან მიიტანოს სითბო, სინათლე, სიყვარულის განცდა და მე ვფიქრობ, რომ შევძელი და ეს წიგნი არის ასეთი წიგნი. ძალიან საინტერესო. მას აქვს ძალიან კარგი გამოხმაურება, დღესაც ველი შემფასებლებს და ნახოთ. სათაურთან დაკავშირებით მინდა კიდევ ვკითხოთ, რატომ გამოარჩიეთ ეს სათაური? ალბათ გექნებოდათ რამდენიმე ვარიანტი. დიახ. წიგნში შეტანილი ერთ-ერთი ნაწარმოები, რომელსაც ქვია მეწამული მაგნოლია და თვითონ ეს მეწამული მაგნოლია ეხება ქუთაისის ერთ-ერთ ძალიან სიმბოლურ ხეს. ვინც ქუთაისში ხვდება, მოხვდება გაზაფხულზე, ის აუცილებლად ნახავს და დატკბება მეწამული მაგნოლიის ყვავილობით. იქ ძალიან ბევრი ფოტოს იღებს და სამახსოვროდ ინახავს მეორე წლამდე და საერთოდაც შეიძლება მთელი სიცოცხლე. ეს არის არაჩვეულებრივი უზარმაზარი ხე, უკვე ალბათ საუკუნოვანი და მასთან დაკავშირებით არის ჩემი პროზაული ნაწარმოები და წიგნსაც მეწამული მაგნოლია დავარქვი როგორც სიმბოლო მშვენიერების, სინათლის და რაღაც მარადიულობასთან მიახლოებულის განცდის ესეთი. ქალბატონ ცირა, აი მკითხველისთვის არის ხოლმე გამორჩეული ნაწარმოებები ხოლმე, აი წაკითხვის გაცნობის შემდეგ არის ხოლმე ესეთ გამორჩეული ნაწარმოებები, რომელიც განსაკუთრებით მოსწონთ და უყვართ მკითხველებს. აი ეს მეწამული მაგნოლია ან სხვა რომელიმე ნაწარმოები, რომელიც ამ კრებულშია შესული. თუ არის რომელიმეზე განსაკუთრებული გამოხმაურება და სიყვარული და დამოკიდებულება მკითხველის მხრიდან ნაწარმოების მიმართ. დიახ, კი, თითქმის ძალიან ბევრ ნაწარმოებზეა ეს გამოხმაურება და ერთ-ერთს გავიხსენებ, აბრეშუმის პეპელა ქვია ამ ნაწარმოებს და მასში არის აღწერილი ჩვენი ბავშვობა პეპლის ფაზების, აი აბრეშუმის პეპელას ფაზების განვითარების მიხედვით. და აი ამან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მკითხველზე, რომ წერდნენ, მეუბნებოდნენ, რომ თვითონაც ჰქონდათ მსგავსი გამოცდილება და იხსენებდნენ, როდესაც ეს აბრეშუმის ჭია ჰყავდათ ოჯახში და როგორ უვლიდნენ, როგორ ზრუნავდნენ, თუთის ფოთლებით ამარაგებდნენ და შემდეგ, როდესაც პარკს გაიკეთებდა, როგორი იყო ერთ სიტყვით ეს პროცესი ძალიან და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მიკავშირდებოდა. ნებისმიერი ძალიან გულთბილი გამოხმაურება. იცით რა, რომ არა ასეთი დამოკიდებულება, ალბათ მწერალით შეჩერდება და მაინც ვფიქრობ ეს რაღაც ორმხრივი ურთიერთობა, თუ არ მოდის შენსკენ რაღაც სიმპათია, არ არის აღქმული ისე, როგორც შენ მიგაჩნია, მაშინ ალბათ უნდა შეჩერდე, მაგრამ არის მკითხველის ძალიან კარგი
დამოკიდებულება და მე მიხარია. ხემძანეთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია კითხველამდე მიიტანო ის სინათლე, სიყვარული, ყველა ის ადამიანური თვისებები, რომელიც ასე მნიშვნელოვანი არის ცხოვრების განმავლობაში, ხომ რომ თავადაც შეიძინო და შემდგომ ეს ყველაფერი გასცე თავისთავად. ძალიან საინტერესო არის საბავშვო კრებულები, ქალტონცირა, მათაც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ერთი პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი ბრძანდებით და მათ შორის საბავშვო წიგნების. რა არის ასევე საბავშვო წიგნების მთავარი მისია თქვენ შემთხვევაში? დიახ, საბავშვო წიგნების მთავარი მისიაც კიდევ უფრო მეტად. ეხლა ჩვენ მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ლიტერატურული სკოლა. ეს არის რეზო ჭეიშვილი, რეზო გაბრიაძე, რეზო ინანიშვილი, ნოდარ დუმბაძე, გოდერძი ჩოხელი, არჩილ სულაკაური. ესენი არიან ის მწერლები, რომლებიც მკითხველს ტოვებენ თვალზე ცრემლით, ყელში ბურთით და გულში სინათლით. და ეს სინათლე სითბო მკითხველშიც რაღაც განსაკუთრებით აღიქმება და მკითხველს უბიძგებს სინათლისკენ და უბიძგებს რაღაც მარადიულობის განცდისკენ. და რაკი ესეთი სკოლა გვაქვს ჩვენ ბუნებრივია, როდესაც მემკვიდრე ხარ ასეთი კლასიკის, შენც გიჩნდება განცდა, რომ ამ გზით ახვიდი, ასე მიიტანო მკითხველთან და მით უფრო ბავშვთან შენი სათქმელი. ხო, ეს არის ჩემი აზრით მთავარი დღეს განსაკუთრებით, რომ ესეთი თბილი ნაწარმოებებით, რომელშიც არის საუბარი სიკეთეზე, სილამაზეზე, მერცზე, რა ვიცი, ყველაფერი ის, რაც მარადიულია, რაც ნათელია და რასაც ეს ვიწი ვერ ეხება, ესე იოლად, ეს ბავშვი დროულად უნდა გაჩნდეს მკითხველში და შემდეგ უფრო სხვაგვარი ამისი გზა, უფრო იოლი არ არის არასოდეს, მაგრამ ნათელია, უფრო მიზანსწრაფულია და ადამიანი სხვაგვარად ყალიბდება უკვე. სწორი მიმართულებით. საბავშვო წიგნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაქვს მე საბავშვო ლექსების კრებული, ეს უფრო სხვა ავტორებთან ერთად, მაგრამ საბავშვო ზღაპრების კრებული, რომლის შექმნაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენმა მეგობარმა, რომელიც უცხოეთშია ნინო ბატიაჩიხოშვილმა და მისი მონაწილეობით, თანამონაწილეობით, თანაავტორობით, ასევე მისი დიდი მცდელობით, ხუთი მხატვარი მონაწილეობდა ამ წიგნის გაფორმებაში, სამწუხაროდ არ წამომიღია ეხლა. და შეიქმნა ბავშვებისთვის ძალიან კარგი, ძალიან ისეთ პოლიგრაფიულ მაღალ დონეზე და დამუშავებული წიგნი და გვიხარია, რომ ეს წიგნი შეიქმნა და გვაქვს საშუალება, რომ ბავშვებს ვაჩვენოთ. ქალბატონო ცირა, კრებულს ბუნებრივია აქვს წინა სიტყვაობა, მისი ავტორიც რომ თქვა და ცხადია ვერ წავიკითხავთ მთლიანად, თუმცა ძალიან საინტერესოდ იწყება ფარშევანჯის ბოლოსავით ფერადოვანი ენა ცირა ყურაშვილთან. აი ასე იწყებს მისი ავტორი წინა სიტყვაობას. ეს რას ნიშნავს და როდესაც მეგობრები, კოლეგები, წინა სიტყვაობის ავტორები, პროფესიონალები ამგვარად აღნიშნავენ და გამოხატავენ თქვენს შინაგან სამყაროს. ეს რამდენად დიდი მოტივაციაა თქვენთვის, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი შექმნათ. დიახ, რასაკვირველია, ძალიან დიდი მოტივაცია. სიმართლე გითხრათ, რომ არა, ასეთი აღქმა ვერც წეღანაც მოგახსენეთ, ვერ შევძლებდით ბუნებრივია მუშაობის გაგრძელებას. მე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ რედაქტორს გარემო, სადაც მწერალია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის ჩამოყალიბებაში. თუ გარემო არის ადეკვატური, თქვათ მწერლის ნიჭიერების, მაშინ ის სწორად ვითარდება, მაგრამ თუ ირგვლივ ესეთი ადამიანებია, ვისაც არ შეუძლია სწორი გეზის მიცემა, მაშინ ძალიან სავალალო მდგომარეობაში ვარდება მწერალი და შეიძლება საერთოდაც გამოეთიშოს ამ შემოქმედებით სფეროს. დიახ, გოჩა სხილაძე არის მეგობარი, პოეტი, ძალიან კარგი ლექსების განსაკუთრებით, აი საოცრად კარგი, მე ძალიან მიყვარს მისი ლექსები, მისი შემოქმედება. ის იყო ჟურნალ აფრის რედაქტორიც, იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ისი გემოვნება, რა ვიცი, რა კი თვითონ ასე თulis, ცხადი ასე ფიქრობს და
სასიხარულოა რა თქმა უნდა, თუ კი ის თulis რომ ესეთი ენა, ესეთი ფარშევანგის ბოლოსავით ფერადოვანი ენა, დიახ, მინდა გითხრათ რომ მუშაობ სიტყვაზე, თითოეული სიტყვა არის ძალიან საკირკიტო, ესე არ არის, აი ზოგს გქონია რომ აი დაიწერა ნაწარმოები და აი წავიდა თავიდან ბოლომდე წყალივით, ასე არ არის. თითოეულ სიტყვას სჭირდება დაფიქრება, აი შერჩევა, აი როგორც მშენებელი არჩევს, ვთქვათ, რომელი ქვა ჩაალაგოს, ხო? ყველა აგური არ გამოდგება რაღაცა, ზოგი ისე კუთხით უნდა ჩაალაგოს, ზოგი ისე აი ესე ჭირდება დიახ, ასე იქნება და ხშირად მე ესეთ შედარება მომყავს, აი როგორც ჩიტი თავის ბუდეს აგებს, აი ესე აგებს მწერალი თავის ბუდეს, თავის ნაწარმოებს, იმ წუთში ის მისი ბუდია და იქ არის შეფარებული. ახალ კრებულზე თუ მიმდინარეობს მუშაობა, ესეც რომ გითხრათ სამომავლო გეგმების შესახებ. ბუნებრივად, როდესაც მწერალი ასრულებს ერთ წიგნს და გამოსცემს, ის თითქოს დააბინავა მან თავისი შვილი, ესეთი განცდა უჩნდება, შემდეგ ბუნებრივად იწყებს ახალ წიგნზე მუშაობას. და რას ურჩევდით, სანამ კონკრეტულად შეხვედრაზე და საუბრის ბოლოს მიწურულს მინდა გითხოთ, სანამ შეხვედრაზე ვისაუბრებდეთ, რას ურჩევდით ახალ ბედამწერლებს, ვინც ცდილობს რომ ახლა შეაბიჯოს ამ დიდ სამყაროში ფეხი, ალბათ გქონიათ თქვენს თავდაპირველად, როდესაც იწყებოდა თქვენი შემოქმედება, გადახარისხება, შეიძლება ფიქრობდით რომ ჯერ ადრე იყო, ან რაღაც ნაწარმოები შემოინახეთ და შემდგომ გამოამზეურეთ. ეს როგორი პერიოდია, როგორი პროცესია და რას ურჩევდით ახალ ბედამწერლებს, რას მიაქციონ ყურადღება? მე ვფიქრობ, დღეს უფრო მე რასაც ვკითხულობ და რასაც ხედავ, უფრო მოძალებულია რეფლექსია რაღაც და პროზა სჭირდება ამბავი, ცოცხალი ამბავი და ის რეფლექსიაც ყველაფერი უნდა იყოს, აი ცნობიერების ნაკადი უნდა იყოს გარკვეული ზომით, ის მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს და რაც მთავარია მკითხველი ჩემი აზრით, როდესაც დახურავს წიგნს ან წაიკითხავს ნაწარმოებს, აი მის გულში უნდა ჩნდებოდეს რაღაც აი კათარზისივით, რაღაც სინათლის, რაღაც საუკეთესო, ის არ უნდა იყოს აი დადგუნული, დამძიმებული, არა. აი როგორც ადამიანი ახსარების შემდეგ გამოდის და ის არის ამსუბუქებული და მას თითქოს აი ბუმბულივით არის და მიწაზე ფეხი აღარ უდგას, აი ესე არის. თუ კარგ ნაწარმოებს კითხულობ, ამ ნაწარმოებმაც უნდა მოგცეს ეს განცდა, რომ შენში რაღაც ახალი და საუკეთესო გაიზარდოს, აი როგორც ყვავილისე. აი საუბრის ბოლოს დღევანდელი შეხვედრის შესახებ შევახსენოთ კიდევ ერთხელ ქალბატონოცი და ჩვენს მაყურებელს ვის აქვს შესაძლებლობა სად და რომელ საათზე თქვენთან შეხვედრას. ვისაც სურვილი აქვს, ვისაც უყვარს ზოგადად პროზა, მწერლობა, შეუძლია მობრძანდეს მწერალთა სახლში მაჩაბლის ქუჩაზე 7 საათზე, საღამოს 7 საათზე, დიდი სიხარულით, სიამოვნებით შევხვდებით. წარმატებები მინდა გისურვოთ, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის დაგმოჟდებოდით. შეგახსენებთ, სტუდიის სტუმარი გახდათ მწერალი ქალბატონი ცირე ყურაშვილი.